ყველა არ ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ბევრს არ სურს ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა. როდესაც ჩინეთმა ფილიპინებთან დაკავშირებული ისტორიული საარბიტრაჟო დავა წააგო, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქცევის კოდექსის შექმნა სცადა. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საშუალებით. ეს კი ბევრმა ანალიტიკოსმა ჩინეთის მოჩვენებით საქციელად მიიჩნია დიპლომატიური ზეწოლის ასაცილებლად, რადგან ორგანიზაცია 2002 წლიდან ცდილობდა მსგავსი კოდექსის შემუშავებას, თუმცა ჩინეთს მანამდე ეს საკითხი სერიოზულად არ მიუღია. არც ბოლოდროინდელი მცდელობა მიიწევს მაინც და მაინც წინ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას 11 რეგიონალური წევრი ჰყავს, რომელთაგანაც ყველა არ ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვას და ბევრს არ სურს ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი რჩება ისევ 4-5 ქვეყნისთვის, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ასეთ ვითარებაში კი პროგრესიც შენელებულია. თუმცა 2025 წლის აპრილში, როგორც ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები პოლიტიკურად მზად არიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის წესების კოდექსის დასამტკიცებლად 2026 წლისთვის. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის.